გამოქვეყნდა პასუხი, როცა მედვედევი პასუხობს ივლისში სააკაშვილს ამ თქვენ მიერ ჩატანილ წერილზე. ეხლა სიტყვა ოკუპირებულს რა თქმა უნდა ის არ ხმარობს, მე ვამატებ. ტერიტორიებზე არ არის შექმნილიო ისეთი ვითარებაო, რომ პირდაპირ ერთობლივი ადმინისტრაციების შექმნით დაიწყოთო, ამას ეუბნება. ეუბნება ასევე, რომ პირველ რიგშიო მე გირჩევდითო ბატონო მიხეილო, რომ რიტორიკა შეცვალოთო, იმიტომ რომ თქვენი განცხადებებიცო ხშირადო იმ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსო აგრესიულად განაწყობსო, რჩევას აძლევს. ასევე ეუბნება, რომ ჯერჯერობით ნაადრევიაო, რომ კატეგორიულად მოითხოვოთ დევნილების დაბრუნებაო და მანამდეო ბევრი სხვა ნაბიჯი უნდა გადაიდგასო. ეუბნება, რომ ემუშავეთ გულწრფელად ეუბნება თუ ყასიდად ეუბნება, ეს წერილიდან არ ჩანს, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან რაღაცები დავასკვნათ და ვივარაუდოთ. მედვედევი პასუხობს სააკაშვილს და ეუბნება, რომ ჩვენო შევქმნათო, როგორც ეს თქვენი სურვილიაო, არა ვარ წინააღმდეგიო, ერთობლივი კომისიაო, რასაც თქვენ იმ წერილში ითხოვდით ხომ, რომელიც ჩაიტანეთ, რომ ერთობლივი კომისია შეიქმნასო და შერიგების და უშუალოდ ხალხებს შორის ურთიერთობაზე აკეთებს აქცენტს. გადამწყვეტი როლი ამ ყველაფერშიო თქვენ გეკუთვნით ბატონო მიხეილ ნიკოლოზის ძევო.